ქართული ფოლკლორი და ეროვნული კულტურა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული გამგრძელებელია ანსამბლი მთიები, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერის სამსახურში გატარებული 45 წელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართული საიუბილეო კონცერტით აღნიშნა. სასიხარულოდ კარგად ჩაიარა ემოციურად, როგორც მოსალოდნელი იყო სევდიანიც და სასიხარულოდ ბევრი ჰქონდა ნამდვილად და ეს ფორმატი ისე ავარჩიეთ, რომ არ ყავდა წამყვანი. თავად ედიშერ გარაყანიძე და გიგი გარაყანიძე იყვნენ იმ გზის წინამძღოლები და მთხრობელები, რაც გაიარა. მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ეძღვნებოდა მთიების დაარსებიდან 45 წელს იყო გაჟღერებული ის სიმღერები, რომელიც მთიებისთვის არის სახასიათო, რადგან სწორედ მთიებმა აღაჟღერა პირველად სცენაზე და ალბათ ყველაზე ემოციური მაინც ჩვენი ერთიანი ფერხული იყო ამერიმერის და მთიების, სადაც 40-ზე მეტი ადამიანი ვიყავით გაერთიანებული და კიდევ ის რომ დედები, მამები და შვილები მიდიაკით ერთად და ეს შრომის პროცესშიც ვაჩვენეთ და ხინის პროცესშიც და მე უკვე ერთიან ფერხულში. სცენაზე გაჟღერდა როგორც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი, ისე იშვიათად შესრულებული სიმღერები, რომლებმაც ანსამბლის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზა კიდევ ერთხელ გააცოცხლა. საიუბილეო საღამომ სხვადასხვა თაობა გააერთიანა. წლიდან გიგი გარაყანიძის ხელმძღვანელობით მთიების შემადგენლობა განახლდა. მთიებს შეუერთდა ამერიმერში აღზრდილი ახალგაზრდები, პირველი თაობა, მეორე თაობა, მათ შორის მეც და მთიები უკვე გახდა ქალვაშთა შერეული ანსამბლი და ამან, ასე ვთქვათ, საშუალება მისცა ანსამბლს სცენაზე საანგარიშო და ესე ვთქვათ, ფოლკლორულ საღამოებზე უფრო მეტი სისავსით წარმოედგინა ფოლკლორი, ქალთა, ვაჟთა და შერეული ნიმუშები. 45 წლის განმავლობაში მთიები ქართული ფოლკლორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. ანსამბლის რეპერტუარმა და შესრულების მანერამ არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა, ხოლო მრავალწლიანმა შემოქმედებითმა საქმიანობამ ქართული ხალხური სიმღერა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიტანა. 45 წლიანი თავდაუზოგავი ღვაწლი სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა, სახელწოდებით დღეს ღამე უთენებია. მთიები არის სისკრის ვარსკვლავი, განმანათლებელი, რის შემდეგაც დღე იწყება, ნათდება. ასევე ანსამბლმა მთიებმა 80-იანი წლებიდან სასცენო შემოქმედებაში შემოიტანა ახალი სიტყვა, აუთენტური მიმართულებას დაედო ამით საფუძველი. და მე ძალიან ბევრი მიმდევარი, შეიძლება ითქვას, რომ გაანათა ეს გზა და აი ორი მნიშვნელობით დღეს ღამე უთენებია. და შემოქმედებითი გადაწყვეტილებები რაღაცნაირად ერთიანად შეჯერებულად ხდება ხოლმე და ამ სახელთანაც ესე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ზუსტად გამოხატავდა სათქმელს. საღამოზე გაიხსენეს ანსამბლის შემოქმედებითი გზა და ის მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებაც მთიების ისტორია შექმნა. თუმცა ღონისძიება მხოლოდ განვლილი წლების შეჯამება არ ყოფილა. აქ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ხალხური სიმღერის მნიშვნელობასა და ფოლკლორის ადგილს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. საბედნიეროდ დღესაც არსებობს ამერიმერი, იზრდებიან ბავშვები და უკვე მოგვიანებით გიგიმ თქვა ესეთი რამ, რომ ის რომ ამერიმერი არსებობს და იზრდებიან თაობები, ნიშნავს, რომ მთიებს მუდმივად ექნება საზრდო. ხოლო ამერიმერში აღზრდილი ბავშვი შეიძლება გახდეს მთიების წევრი, რადგან ზუსტად იმ გზას გადის, რაც მთიებმა დაამკვიდრა გაკვალა. თელმა თბილისმა მოიყარა თავი. ამ დარბაზში არ მეგულება ადამიანი, ვინც შემთხვევით მოვიდა. ეს არის დიდი საღამო, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისგან შექმნილი მთიების საღამო, 45 წლისთავი. ვინ იყო ედიშერ გარაყანიძე, რომელიც არასდროს არ გავა არც ეთნომუსიკოლოგიის ისტორიიდან და არც სამეგობროს სიყვარულიდან. მრავალწლიანი ისტორიის კვალდაკვალ მთიები კვლავ აგრძელებს საქმიანობასა და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას. მსმენელს კი წინ კიდევ მრავალი მუსიკალური დღესასწაული ელოდება.